ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ ახალი წესდება ახალ პრემიერს სულაც არ მოასწავებს და სპეკულაცია იმაზე საუბარი, რომ მთავრობას სხვა მეთაური ეყოლება ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ. შესაბამისად, საკადრო ცვლილებებს ამ ეტაპზე ხელისუფლება გამორიცხავს, თუმცა აქ უნდა ითქვას, რომ საკადრო ცვლილებებს მმართველი პარტია ყოველთვის უარყოფდა, როცა ასეთი საკითხი მართლაც განიხილებოდა ხელისუფლებაში, ყოველთვის იყო საუბარი, რომ დეპუტატებმა შესაძლოა არც იციან, რა ცვლილებებს გეგმავენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შეიძლება არც პრემიერმა იცოდეს ეს, რადგან ეს მხოლოდ იცის ბიძინა ივანიშვილმა. საინტერესოა ახალი წესდება იმ კუთხითაც, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ინაწილებს სხვა ტიპის პასუხისმგებლობებს ირაკლი კობახიძესთან და მის უფლებამოსილებებსაც ასევე თავად ასრულებს, ამ შემთხვევაში პრემიერის კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება ეს უფლებამოსილება ჩამოერთვა ირაკლი კობახიძეს და შესაბამისად მხოლოდ ივანიშვილი გადაწყვეტს შეიძლება თუ არა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი. თუმცა ხელისუფლებაში გვეუბნებიან, რომ ეს ბუნებრივია, ჩვენ ბუნებრივია მათ დავუსვით ასევე კითხვა, რატომ აქვს ამ ტიპის უფლებამოსილება მხოლოდ ივანიშვილს პარტიაში. პასუხად კი მივიღეთ მოსაზრება, რომ ივანიშვილს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, პარტიის წინაშე, პარტიაში მას პატივსცემენ, შესაბამისად მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ლეგიტიმური და ამ თემაზე დასმული კითხვები მათი აღქმით არის მხოლოდ სპეკულაცია. იმ შემთხვევაში თუ კი იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში ქართული ოცნება და ეს როგორც ჩანს იქნება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი იქ ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიის შიდა სტრუქტურა როგორ იქნება ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებები მიიღოს, ბუნებრივია აი ეს არის განსაზღვრული. ისე კი მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, როდესაც პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით, მის მიმართ არსებული პატივისცემის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩართული ამ პროცესში და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. ასაკვირველია, ეს არ შეიძლება გახდეს ვინმესთვის მიზეზი, რომ გააკეთოს განცხადებები, ან თუნდაც ვარაუდები გამოთქვას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და რაღაცა ცვლილებებია მოსალოდნელი მთავრობაში. ეს ნამდვილად არ ქმნის ასეთ საფუძველს წესდებაში ასეთი ჩანაწერის არსებობა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება უკავშირდება არა მხოლოდ არჩევნებს, არამედ პარტიულ ცვლილებებსაც და ის, რომ მას ექნება ახლა უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდგომ მთავრობის მეთაურად სხვა პირი დანიშნოს ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ საკადრო ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება და საუბარია რამდენიმე კანდიდატურაზე, რა შეუძლია, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ახლა ბიძინა ივანიშვილს და ვინ ჰყავს, ასე ვთქვათ, ირგვლივ ისეთი ვინც შეიძლება იყოს ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად მთავრობის მეთაურის პოსტზე, განიხილება კახა კალაძის კანდიდატურა და გარდა ამისა ოპოზიციაში მოვისმინეთ მოსაზრება თუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს იყოს სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და ოპოზიციაში ამბობენ, რომ სხვა არჩევანი საკუთარ გუნდში ახლა ბიძინა ივანიშვილს არ ყავს და არ ყავს ისეთი კადრი, რომელიც მის ასე ვთქვათ სურვილებს თუ ნებას თუ პოლიტიკას განახორციელებს ისე როგორც ამ დრომდე მისი პარტიის სხვა ლიდერები ახორციელებდნენ. თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეალურ ცვლილებებს სულაც არ ნიშნავს საკადრო ცვლილებები, რომ პოლიტიკა ისეთივე იქნება, თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მხოლოდ საარჩევნო გათვლით შეიძლება აღიქმებოდეს მთავრობის მეთაურის შეცვლა, რაც ოპოზიციისთვის მოსალოდნელია არჩევნებამდე პერიოდში. ბიძინა ივანიშვილის მოსურვებაც მოუნდება, ის გააკეთებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს. ფაქტია, რომ ღარიბაშვილი თავის დროზე ივანიშვილმა გააგდო დაკავებული პოზიციიდან კორუფციის ბრალდებით, მის ნათესავებთან ერთად კორუფციის ბრალდებით და ეს ითქვა მაშინ საჯაროდ, ამის შემდეგ შემოაბრუნა მეორეჯერ მსგავსი ბრალდებით გაგდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში, ამიტომ მისგან არაფერი არ არის გასაოცარი და გასაკვირი. არჩევნების წინ დიდი სათადარიგო, ასე ვთქვათ, სკამია ქართულ ოცნებას არ აქვს, მეგრძოდებული, ასე ვთქვათ, თადარიგში ვინ შეიძლება იყოს. მე არ გამორიცხავ, პირდაპირ ვიტყვი, ერთი კანდიდატურა, რომელსაც ინახავს ივანიშვილი და არავინ არ საუბრობს და არის კულუარებში, ეს არის სუსის უფროსი ლილუაშვილი. ამის გარდა ქართულ ოცნებაში არანაირი რესურსი არ არის, რომ ვინმე რამე ღარიბაშვილზე, ასე ვთქვათ, უკეთესად გააკეთოს ქართული ოცნებისთვის ჭყალებში. ესე პირდაპირ გეტყვით, ორი ჯგუფი არის, კალაძის დაჯგუფება და ისინი ცდილობენ, რომ კალაძე გამოიყვანონ, არის მეორე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ ღარიბაშვილის შემდეგ მოვიდეს ლილუაშვილი. ეს არის რეალობა. ისინი არიან გაკოტრებულები და ეხა მიდის ბრძოლა კლანებს შორის და ამ კლანებს შორის ბრძოლის ფონზე სხვა კანდიდატურა უბრალოდ არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის
შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში, ვინაიდან პოლიტიკიდან ის არასდროს წასულა, ნიშნავს იმას, რომ მათ შორის იქნება კოსმეტიკური ცვლილებები, ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, როგორც ერთხელ თქვა, რომ კორუმპირებულია და შემდეგ მოაბრუნა, არ არის გამორიცხული, რომ ეს მასკარადი თავიდან გაათამაშოს. ბიძინა ივანიშვილი რითაც გამოირჩევა არის ის, რომ ის ახალ ტრიუკებს იგონებს და ცდილობს ამითი კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება. რამდენიმე მიზეზი არის გამოც ოპოზიცია და მათ შორის ის პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის, ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილებები არჩევნებამდე მოსალოდნელია. ერთის მხრივ ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება პარტიულ ყრილობაზე, როცა ის ამბობდა და საუბრობდა პარტიაში დაპირისპირების რისკებზე, ასევე კორუფციის გაზრდის რისკებზე, რაც ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით მან საკადრო ცვლილებები განახორციელოს და მეორეს მხრივ მკაფიოდ ჩაწერილი წინადადება პარტიის ახალ წესდებაში, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენა პოლიცსაბჭოში აღარ შეეძლება ირაკლი ყობახიძეს მოქმედ თავმჯდომარეს და ეს იქნება სრულად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, ბუნებრივია, რას გეგმავს ივანიშვილი, ამაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამს ოპოზიცია და ვარაუდობს, რომ არჩევნებამდე პერიოდში პრემიერ-მინისტრი შეიცვლება, ისევე როგორც წინა პერიოდშიც ირაკლი ღარიბაშვილს არასდროს არ წარუმართავს საარჩევნო კამპანია საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ბიძინა ივანიშვილი მას ამ ტიპის ნდობას ვერ უცხადებს და შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ ეს არჩევნებიც ისე ჩატარდეს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვეღარ ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი.